4 მარტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი და ლეგენდარული ფოტორეპორტიორების ფოტოალბომების წარდგინება გაიმართა. გამოცემებში წარმოდგენილია ბადრი ვადაჩკორიას, დემიკო ლოლაძის, ჯემალ კასრაძისა და ალექსანდრე კოტორაშვილის ნამუშევრები. ქართული ფოტოგრაფია 50 ფოტორეპორტიორი. ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში გამოიცა ალბომები. მასში ფოტოგრაფების მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული ნამუშევრებია გაერთიანებული. პროექტი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზატორთა განმარტებით დაგეგმილია 50 ფოტოხელოვანის ნამუშევრების გამოცემა. ღონისძიება საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ გიორგი მამაცაშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ. დღეს არის სრულიად განსაკუთრებული დღე. ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს პრეზენტაციას ფოტომატიანის სადაც ქართული ფოტოხელოვნების და ფოტოჟურნალისტიკის ვარსკვლავები მიერ შედგენილი წიგნებია. ეს არ არის ჩვეულებრივი წიგნები, ეს არის თითქოს ერთიანი სივრცე, რომელიც გვიყვება საქართველოს უახლეს ისტორიას და გვიყვება იმ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც ჩვენ ვიცით ამ უახლესი ისტორიიდან და ეს არის ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე დოკუმენტირებული. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი მამაცაშვილს, რომელმაც ამ ყველაფრის ორგანიზება მოახდინა. დღეს მართლაც უპრეცედენტო დღე არის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ისტორიაში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პირველად საქართველოს ისტორიაში შედგა მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტის საძირკვლის ჩაყრა, ასე ვთქვათ. 50 ფოტორეპორტიორის წიგნის გამოცემაა გეგმაში და დღეს პირველი 4-ეული, ასე ვთქვათ, შეიკრა. უპირველეს ყოვლისა მადლობა თითოეულ ავტორს, რომლებიც მართლა მთელი გულით და ენერგიით იყვნენ ჩართულები ამ ალბომების მომზადებაში და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა ქალბატონ თინათინ რუხაძეს და საქართველოს კულტურის სამინისტროს, იმიტომ რომ არა მათი გვერდში დგომა, მათი მხარდაჭერა ეს პროექტი რა თქმა უნდა დღის სინათლეს ვერ იხილავდა. სრულიად მოულოდნელად გამოვიდა ეს იდეა ეკუთვნის გიორგი მამაცაშვილს და მოუყარა თავი მშვენივრად. ხურობ ხოლმე თორემ მე არაფერ შუაში არა ვარ, გაჩაღებუნების გარდა არაფერ არ გამიკეთებია მეთქი, მაგრამ მან ამოკრიფა ჩემი გვერდებიდან რაც მას მოეწონა. და მისი გემოვნების მიხედვით დააწყო და ყოველ შემთხვევაში 80% მე მომეწონა მაგის გემოვნება. დღევანდელი დღე არის ჩემთვის დაუვიწყარი, სასიამოვნო, ამაღელვებელი. იმიტომ რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემი ნამუშევრების ფოტოალბომი თუ გამოვიდოდა. როდესაც გიორგი მამაცაშვილმა შემომთავაზა, რომ ესეთი ალბომი უნდა გავაკეთოთო, თან დაკვირვებული ვიყავი და თან გახარებული. ბავშვობიდან ვიღებდი, პირველი აპარატი იყო ჩემი სმენა. მაგრამ რომ ცოდნოდა რომ ასეთი დღე დადგებოდა რომ ჩემი ალბომი გამოვიდოდა, გასაკვირველია 1 საათს არ გავაჩნდი, სულ ვიმუშავებდი, არა და უამრავ ადამიანს ვარ შეხვედრილი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების ფარგლებში ფოტოხელოვანები ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, პროფესიული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ. ჟურნალისტთა ფედერაციის მადლობის დიპლომი გადაეცა საქართველოს კულტურის მინისტრს. ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროგრამას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მაღალი სპორტული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდებს სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 23 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. გუნდური სპორტის სახეობების შემთხვევაში აუცილებელია კონკურსანტი იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი ან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები წარმატებული სპორტსმენი და ჰქონდეს მაღალი სპორტული მიღწევები. ვიქტორ სანოვის სახელობის სტიპენდია ემსახურება პირველ რიგში სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ერთგზის ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის ჩემპიონის, ღირსების ორდენის კავალერის ვიქტორ სანოვის სახელის უკდავყოფას. ჩვენთვის საამაყო ადამიანის უკდავყოფას. და რასაკვირველია, საქართველოს ეროვნული ფედერაციებისა და აფხაზეთიდან დევნილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაში მცხოვრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე სპორტსმენების 17-დან 23 წლამდე სპორტსმენების გამოვლენას, მათ მხარდაჭერას და წახალისებას სტიპენდიის სახით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 23 წლამდე მაღალი სპორტული შედეგის მქონე სპორტსმენებს სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სახეობებში. როგორც ინდივიდუალურ სახეობებში, აგრეთვე ასევე გუნდურ სახეობებში. გუნდურ სახეობებში ითვლება ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, წყალბურთი და ასე შემდეგ. შემოსულ განაცხადებს განიხილავს კომისია, 5-კაციანი კომისია. თითოეული განაცხადის განხილვა მოხდება ღია წესით, შემდგომ უკვე გამოვალენს კომისია 12 გამარჯვებულს, 12 სტიპენდიატს. და სტიპენდია დაინიშნება 10 თვის განმავლობაში 300 ლარის ოდენობით. განაცხადების ატვირთვა შეიძლება როგორც აფხაზეთის მთავრობის პორტალი აფხაზია gov.gz-ზე, ასევე პირადად უნდა მოიტანონ თუ ვერ შეაქვს ესე პორტალზე თუ ვერ მოხერხდა ატვირთვა დოკუმენტების, უნდა მოვიდნენ უზნაძის 68 ნომერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 13 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის მიღება ძილის ხარისხზე დადებით გავლენას ახდენს. ამ დასკვნამდე სპეციალისტები კვლევის შემდეგ მივიდნენ. დაკვირვებაში მონაწილე პირების საშუალო ასაკი დაახლოებით 28 წელი იყო. კვლევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა. სპეციალისტებმა კვლევაში მონაწილე პირთა კვების რაციონი შეისწავლეს. პარალელურად ძილის ხარისხს აკვირდებოდნენ. ამისთვის კვლევის მონაწილეებს სპეციალური მოწყობილობები მაჯაზე დაუმაგრეს. დაკვირვებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის მეტი რაოდენობით მიღება დაკავშირებულია ძილის ხარისხის გაუმჯობესებასთან. კვლევა მიუთითებს, რომ კომპლექსური ნახშირწყლები და ბოჭკოვანი ნივთიერებები შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ძილზე. სპეციალისტების განმარტებით, ძილის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთ გზად ჯანსაღი კვება განიხილება. მათი თქმით, აქ იგულისხმება ისეთი კვება, რომელიც ხილს, ბოსტნეულსა და ნახშირწყლებს მოიცავს.